and gentlemen, this is Mercedes-Benz. მოკლედ ბილეთები შევიძინეთ უკვე 16 ევრო ღირდა ბილეთი. ხალხის რაოდენობა მატულობს და მატულობს. რეალურად დოდღის მეორე ნახევარში 5 საათის მერე მოხვალთ, 5 ნახევრის მერე დაახლოებით 50%-იანი ფასდაკლებაა. ლიფტის დარწმუნებული ვარ, არის ვერცხლისფერი ისრის ინსპირაციით გაკეთებული. ახლა დავაწყდებით და შევხედოთ. თუნდაც მაგალითად დროში მოგზაურობის მანქანა გამოუგონიათ. აი ეს ლიფტი არის, იდეაში დროში მოგზაურობის ლიფტი. ეს არის 2026 წელი და ეხლა ვდივართ მე-19 საუკუნის დასაწყისში. დავიწყებთ მოგზაურობას Mercedes-Benz-ის განვითარების ისტორიაში მე-19 საუკუნიდან დღემდე დღეს დაუბრუნდებით, როცა ბოლოში ჩამოვალთ ისევ რა. მე ვგონია, რომ Mercedes-Benz-ის მუზეუმში ეს ცხენის ქანდაკება არის აღნიშნული მანქანისთვის ცხენის ძალის ან რაიმე კავშირშია უშუალოდ ავტომობილთან. რეალურად ეს არის უდიდესი ეპოქის დასასრული, სადაც ცხენი როგორც ადამიანის განუყოფელი ნაწილი, რომელიც ასრულებდა უდიდეს როლს ცივილიზაციის განვითარებაში, მაგალითად ტრანსპორტირება უბრალოდ, მიწათმოქმედებაში დახმარება, ომში დახმარება თუ ასე შემდეგ. აი ზუსტად ამ მონაკვეთში, როდესაც Mercedes-Benz-ის ისტორია იწყება და მუზეუმის დასაწყისი არის ეს მომენტი, სრულდება ერთი უდიდესი ეპოქა. ცხენის, როგორც ადამიანი დამოკიდებულია ბუნებაზე და იწყება ახალი სრული მოტორიზაციის ეპოქა, რასაც უკვე ვნახავთ. ანუ ეს არ არის უბრალოდ ქანდაკება, ეს არის რეალურად ისტორიის ახალი დასაწყისი. როგორც ჩერეკილებში ადამიანები, რომლებიც სხვებისთვის იყვნენ გიჟები, ამ შემთხვევაში გოთლიბ დაიმლერი და კარლ ბენცი, ისინი თანამედროვე მსოფლიოსთვის იქნებოდნენ სოლიტური გიჟები. რეალურად ისინი იყვნენ ადამიანები, ვინებიც ქმნიდნენ მომავალს და პირველ რიგში თავისთვის ამყარებდნენ თავისუფლებას და შემდეგ უკვე მსოფლიოს მისცეს ცივილიზაციის განვითარების უდიდესი შესაძლებლობა. ეს მომენტი, როდესაც გოთლიბ დაიმლერი ამბობს, რომ მან უნდა ჩახსნას რეალურად ცხენები მეტლიდან, უნდა მოახდინოს მოტორიზაცია, მაგრამ თუ რამდენად ეპოქალური ადამიანი იყო მოცემულია Mercedes-Benz-ის სიმბოლოში უშუალოდ ეს არის სამქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც ნიშნავს ბატონებას სამ ძირითად ელემენტზე, ეს არის მიწა, წყალი და ჰაერი. მას უნდა ანუ მოტორიზაცია აბსოლუტურად ყველაფრის. პირველ რიგში ეს იყო ეტლები, რომლის მოტორიზაციაც მოახდინა. იქიდან გამომდინარე, რომ ცხენთან ერთად მაშინდელი ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ტრანსპორტი იყო ველოსიპედი. ამ 1885 წელს უკვე შეიქმნა პირველი მოტორიზებული ველოსიპედი. საინტერესო ფაქტი რაც არის ის, რომ ეს წვიმის დამცავები რეალურად მხოლოდ წვიმაში არ გამოიყენებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში გზა სრულად ათვისებული აქვს ცხენებს და ეტლებს რეალურად გზაზე. ხო რა გვია კოჭებამდე თოვლი, მაშინ იყო ალბათ კოჭებამდე ფუნა. კოჭებამდე ფუნაში მოძრაობდა ეს ავტომობილები, შესაბამისად არა მხოლოდ წვიმიან ამიდებში, არამედ ჩვეულებრივ ამიდში უნდა მომხდარიყო თავდაცვა, რომ ეს მთელი ფუნაში არ აღმოჩენილიყო ეს შეძლებული ხალხი, ვისაც შეეძლო რომ ეს ავტომობილები შეეძინა და ემართა. ეს არის ერთ-ერთი პირველი სატვირთო ავტომობილი, რომელიც რეალურად ადამიანების გადასატვირთად საერთოდ არ გამოიყენებოდა. იქიდან გამომდინარე, როგორც დღეს არის ძალიან ბევრი რეგულაცია, მაშინაც ძალიან ბევრი რეგულაცია იყო, მით უმეტეს არ არსებობდა კანონი. აქედან გამომდინარე, ამ ავტომობილს პირველ რიგში იყენებდნენ ბიზნესებისთვის, მაგალითად ღვინის ქარხნებისთვის, ალკოჰოლური სასმელების ქარხნებისთვის და ნებისმიერი ქარხნისთვის, რომელიც უფრო ინდუსტრიულად გამოიყენებოდა. არა მხოლოდ რეგულაციები არ არსებობს, ადამიანები არ ენდობიან ავტომობილს. იქიდან გამომდინარე, რომ არ იციან რაზე გავლენა შეიძლება მოახდინონ ავტომობილებმა და ამ ნამწვავმა დროთა განმავლობაში უშუალოდ ადამიანების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ნდობა არის ძალიან ნაკლები რა. მაგრამ როგორც ხედავთ, გოთლიბ დაიმლერი და კარლ ბენცი არ წყვეტენ განვითარებას. ეს წეღარ როგორც გითხარით, არის ჩვეულებრივი დროში მოგზაურობა. არა მხოლოდ მანქანები და მექანიზმები იცვლება და უშუალოდ ექსპონატები, არამედ თვითონ დიზაინიც იცვლება უკვე სართულებს შორის. ეს არის ხისი ატაკი, ეს არის სპილენძი, მაგრამ აქ უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში გადმოდივართ ბეტონის კონსტრუქციებში 1904-1914 წელია და შესაბამისად ანუ იგრძნობა სრულიად რომ მოგზაურობ დროში.
ადამიანებს უნდათ სიჩქარე, უნდათ რბოლა და ჩდება პირველი სარბოლო მანქანები. ასეთი ავტომობილი ეკუთვნოდა ემილ იელინიქს, რომელიც იყო უბრალოდ დამკვეთი ერთ-ერთი სარბოლო მანქანის. ამან გამომდინარე, თავისი სახელი არ უნდა და გამოჩენილიყო რბოლებში, მან დაარქვა ამ ავტომობილს თავის ქალიშვილის სახელი მერსედესი და ზუსტად აქ ნიშნდება უშუალოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში სახელი მერსედესი და ბრენდი მერსედესი. ყველა ავტომობილს იარულად აერთიანებს ერთი და იგივე კარკასი, ყველა არის სხვადასხვა დიზაინის შექმნილი, ანუ ორიგინალი ავტომობილი, მაგრამ კარკასი დგება ერთნაირად, ანუ ხდებოდა ამ კარკასის დაკვეთა და შემდეგ სხვადასხვა ვორქშოპებში ხდებოდა შეფუთხვა სხვადასხვა ფერების, სხვადასხვა ნაწილების და სხვადასხვა დამატებითი ინტერიერის თუ ექსტერიერის ნაწილები. შესაბამისად, ეს არის ხერხემალი და მოტორი ამ მანქანების და ეს ყველა ავტომობილი რაც აქ დგას თითქმის ერთი და იგივე ხერხემალზე და დანარჩენი ყველაფერი არის უკვე ვორქშოპების დამსახურება. იდეაში მე-20 საუკუნის პირველი კვარტალია, მაგრამ Mercedes-Benz ჯერ კიდევ არ არსებობს როგორც ბრენდი. აქ გვაქვს მოცემული Daimler Motor and Gesellschaft ბიზნესი, რომელიც უშვებს ძრავებს, მოტორებს, Mercedes-ი, რომელიც უშვებს უშუალოდ სარბოლო ავტომობილებს და Benz-ი ასევე, რომელიც უშვებს ავტომობილებს. 1924 წელს ხდება უკვე მათი გაერთიანება ერთი ინტერესის გარშემო. 1926 წლისთვის ხდება Mercedes-Benz-ის ჩამოყალიბება. როგორც კავშირის დროს ხდებოდა გადასახლება, ამ მომენტისთვის გერმანიაში 1951 წლიდან უკვე ხდება აქტიური გადასახლება. ერთ-ერთი იყო ესეთი Daimler-ის მუშები, თუ ვინმეს რაიმე შეეძლო, რეალურად აბსოლუტურად ყველა გადასახლებული იყო ისეთ ადგილებში, სადაც ხდებოდა რესურსების მოპოვება და არმიის გაგაძლიერება და განვითარება. აქ არის ყველა იმ თანამშრომლის წიგნაკი დანომრილი, ვინებიც იყვნენ გადასახლებულები და რომელ წლებში. როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ეს მუზეუმი არის დროში მოგზაურობა არა მხოლოდ ავტომობილების ინდუსტრიის მიმართულებით, არამედ ზოგადად მსოფლიო ისტორიის მიმართულებით. აი ზუსტად როგორც ჩამოვიარეთ, ახლა 1910-იანი წლებიდან 1940-იან წლებამდე, სანამ მეორე მსოფლიო ომი მორჩება და ისევ Daimler-ის კომპანია ჩაერთვება ავტოინდუსტრიის განვითარებაში და ზოგადად მოტორ ინდუსტრიის განვითარებაში, აქამდე, ანუ იდეაში მთელი ეს კომპანიაც დამოკიდებულია გლობალურ უდიდეს პრობლემებში. წარმოიდგინეთ თბილისი-ბათუმის მაგისტრალზე მიდიხარ მაქსიმალური დაშვებული სიჩქარით და უცებ ჩაგიქროელებს თბილისი-ბათუმის ავტომობილის შემთხვევაში მაშინდელ პერიოდში ეს არის სასწრაფო მანქანა, არა ხალხისთვის, არამედ უშუალოდ მანქანებისთვის, როდესაც რბოლა ხდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, საჭირო იყო ავტომობილების სწრაფად გადაადგილება, იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად ქარხანა ვერ წავიდოდა იქ ავტომობილის შესაკეთებლად. მას უდგას Mercedes-Benz 300 SL ძრავი, რომელსაც მაშინ შეეძლო 170 კმ/სთ-ში განვითარება. ანუ დღეის მდგომარეობით არ არის რაღაცა სასწაული რიცხვი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს საუბარი დროზე, როდესაც რეალურად მაქსიმალური საშუალო სიჩქარე არის 90 კმ/სთ, წარმოიდგინე მაშინდელი ადამიანი, რომელსაც დიდი ფული აქვს გადახდილი ავტომობილის ხერხემალში, პლუს ამას აწყობილი აქვს მანქანა ინდივიდუალურად, ყავს ორიგინალი მანქანა, ყავს მძღოლი დაქირავებული, მიდიხარ მაშინდელ რაღაც მაგისტრალზე მაქსიმალური სიჩქარით და უცებ მსგავსი ავტომობილი ჩადის 170 კმ/სთ. დგინი აქაც ისევა 70 კმ/სთ ანვითარებს უკვე ავტომობილი და არანაირი ღვედი, არანაირი უსაფრთხოების ნორმები. აირბაგებზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. წარმოუდგენელი არის, რამდენად არ ფიქრობდა მაშინ უსაფრთხოებას და რამდენად ფიქრობდა ხალხი სისწრაფეზე და შედეგზე, ანუ დროზე მისულიყო ადგილზე. ძირითად შემთხვევაში ამ ავტომობილებს აქვს მინიმალური გარბენი, ესენი არის გამოშვების მოდელის ბოლო ეგზემპლარები, რომლებმაც რამოდენიმე ასეული მეტრი ან კილომეტრი გაიარეს. არ ვიცი ახლა რამდენად ქონა Daimler-ს ან ზოგადად კომპანიას იმის გათვლა, რომ ასეთ გრანდიოზულ მუზეუმში აღმოჩნდნენ ბოლოს, მაგრამ ის, რომ ისტორიაზე ზრუნავდა სრულიად კომპანია, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რა. რომელს აირჩევდი კაბრიოლეტს თუ თოსანს, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კაბრიოლეტი ღირს ბევრად უფრო იაფი, ვიდრე კარებიანი ვერსია, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კარკასი შეიქმნა ამ პერიოდში Mercedes-Benz S300 SL-ის პირობებში, საჭირო იყო კარების გაღების ახალი მექანიზმი და ამ შემთხვევაში მკვიდრდება უკვე გარე გაღების კარები.
წარმოიდგინე 1960 წელია, აი ამ ხელა ისტორია გამოვიარეთ თავისი ამ განვითარებით, გლობალური პრობლემებით იყო თუ გლობალური განვითარებით და მხოლოდ ამ მომენტისთვის ადამიანი იწყებს ფიქრს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უსაფრთხოება ცივილიზაციისთვის. და აქ უკვე იქნება ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ აღბეჭდონ, თუ რა შეუძლია უშუალოდ ავტოკატასტროფას გამოიწვიოს. ხო, შეიქმნა გადაცემათა სისტემა, რომელიც უშუალოდ აღბეჭდა თუ რა მოსდიოდა ავტომობილის დაჯახების მომენტში. ამ ტაბურეტკაზე ხარ, წინ იცი რომ ეს ავტომობილი უნდა დაიმტვრეს, 1960 წელი არანაირი უსაფრთხოების ზომები არ არსებობს, მით უმეტეს ერთი ავტომობილი მიბმულია მეორე ავტომობილის გადაცემის კაბელებით, რომ ეს ყველაფერი აღბეჭდონ, თუ რა სიჩქარით იმტვრევა, რას გამოიწვევს ეს ყველაფერი და შენ ხარ აი აქ ამ რა თქმა უნდა ძალზე უსაფრთხო სკამზე და არიცი უკან წინ ვერ იყურები რა არ ვიცი სიგიჟე აი შერეკილები კი არა სრული სიგიჟეა რა მაგრამ უკვე ამ მომენტისთვის ჩნდება აზრი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უსაფრთხოება და ადამიანი აკეთებს ამისთვის ყველაფერს რა თქმა უნდა მაშინ არ არსებობდა ბლუთუზი არ არსებობდა ირიდროპ და არ არსებობდა რა თქმა უნდა ინფრარედი და ესეთი საშუალებით უდედათ რომ გაეკეთებინათ ეს ყველაფერი კიდევ ერთი ლეგენდარული ბეიბი ბენცი რომელიც როგორც ექსპონატი არაფრად არ ჩამოვარდება სხვა დანარჩენ ავტომობილებს აი ინტერიერის და სალონის არომატს ჩვეულებრივ გრძნობ გარეთ ახლა აი თითქოს შიგნიძივა რა აი რეალურად როდესაც უსაფრთხოებაზე დაიწყო ადამიანმა ფიქრი უფრო გახდა ინოვაციური დაიწყო სხვადასხვა მეთოდებით ამ ყველაფრის დახვეწა შესაბამისად აღარ იყო საჭირო რომ იქ ადამიანები დარიყვნენ და უშუალოდ ადამიანებზე მომხდარიყო ექსპერიმენტები შესაბამისად შეიქმნა უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით სხვადასხვა სახის საშუალებები ნამდვილად დროში გამოგზაურებს ეს მუზეუმი 2 წელი არა მაგრამ არც 2 დღე მაგრამ ერთი 4 საათი აქ ვარ და 2-3 სართულს ვერ ჩამოვსდი რეალურად. წინ არის კიდე ძალიან საინტერესო პერიოდი, უკვე სუპერკარები, უკვე ყველაფერი განვითარების პირს აღწევს, უკვე თანამედროვე ისტორიაზე გადავდივართ, სადაც უამრავი კონკურენტი ყავს Mercedes-Benz და ეს არის რაღაცა ეს რბოლა არ არის მხოლოდ გზაზე, ეს არის ინდუსტრიული რბოლა და შენც აუცილებლად უნდა იყოს ნომერი პირველი, რადგან ხარ Mercedes-Benz-ი. ამ პერიოდისთვის Mercedes-Benz ქვია ვერცხლისფერი ის არის, ყველა რადიოში მოიხსენიებდა როგორც Mercedes-Benz ვერცხლისფერ ის არის, ისტორიაზე ვისაუბრებთ მოგვიანებით აუცილებლად, თუ იცი, დაწერე კომენტარებში რატო ქვია Mercedes-Benz ვერცხლისფერი ის არის, მაგრამ როგორც დააკვირდები, ყველა საბოლოო ავტომობილი არის ვერცხლისფერი ფერის. მოკლედ გამოსასვლელში აუდიო გიდის ბრელოკი მომცეს საჩუქრად, ამ ბრელოკს ეხა დავამატებ ძალიან ლამაზ საჩუქარს Mercedes-Benz სიმბოლოს და გავათამაშებ YouTube-ის კომენტარებში, დაწერე კომენტარებში ნებისმიერი რამ არ ვიცი და რენდომულად შემდეგ მეორე ნაწილამდე ავარჩევ აუცილებლად და ანუ წეღან კითხვა რო დავსვით რომელს ავირჩევდით 300 SL-ში ფრთოსანს თუ კაბრიოლეტს მე ნებისმიერ შემთხვევაში ფრთოსან ვერსიას ავირჩევდი შესაბამისად ეხა შევიძენ ამ ავტომობილს და აუცილებლად ბრელოკთან ერთად გავათამაშებ და გამოგიგზავნე ამას საჩუქრად ეხა უკვე ვამშვიდობებით Mercedes-Benz-ის მუზეუმს და თქვენს გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე თუ რა ვიცი ამ ვიდეოს ბევრი ნახვა იქნება ძალიან დავაფასებ იქიდან გამომდინარე რომ ჩემი ერთ-ერთი პირველი გამოსვლა დიდი ხნის მერე როდესაც უშუალოდ ისევ კამერა ავიღე ხელში და დავიწყე გადაღება